გამარჯობა, მე ვარ ანუკი და 24 წელს რომ გავხდი, მქონდა 4 სურვილი, 4 ტორტი და 4 დაბადების დღე. პირველი ტორტი ტრადიციულად ღამის 12 საათზე ჩავაკრე, როდესაც 8 ივლისი დადგა. მეორე ტორტი სამსახურში ჩავაკრე, როდესაც მივედი და აი ასეთ საყვარელი ლეგო მაჩუკას, რადგან იცი არ ვგიჟდები ლეგოს აწყობაზე. 8 ივლისი არა მხოლოდ ჩემი, არამედ ბებოს დაბადების დღეც არის, ამიტომ საღამოს ორივე ერთად ჩავაკრეთ ტორტი შუშაბანში. 10 ივლისს კი როცა მეკონა რომ უბრალოდ სამეგობროს შეკრება იყო, თურმე ჩემი დაბადების დღის აღნიშვნა ყოფილა და აქაც ჩავაკრე ტორტი. ერთ სერმა ხელ დავიწყოთ გართობა, იმიტომ რომ ძალიან კარგად გავერთობთ ჯერა. ჩემი მცხეთის სახლს რამდენი ბედნიერება, რამდენი სიხარულიც უნახავს, ალბათ შესაშური არის. უზომოდ გვიყვარს აქ მოსვლა და გართობა მეგობრებს. მას შემდეგ რაც დრონი შევიძინეთ კი, მქონდა შესაძლებლობა რომ ჩემი სახლიდან ასული ლამაზი კადრებიც კი დაგვერთა ვლოგისთვის, ამიტომ დატკბით ამ ულამაზესი ხედით, რომელიც ჩემი სახლიდან იშლება. ნელ-ნელა ვიწყებდით შეკრებას. ტრადიციულად ქვემოთ, ქვედა ეზოში იწვებოდა წვადები. თითქმის ყველა ჩემი მეგობარი არის ნაპყოფი მცხეთის სახლში და ვინც პირველად იყავთ, ხო არა სურვილი ჩაიფიქრებინათ, რომ კიდე დაბრუნებულიყურე. ამ მოტანილი ბუშტებით დავიწყეთ მურთვა სუფრის, რომელიც აღმოჩნდა ჩემი დაბადების დღის სუფრა ყოფილა. და იქიდან გამომდინარე, რომ რაღაც განსხვავებული ჭიქა ვერ მომნახეთ მცხეთაში, გადავწყვიტეთ, რომ განსხვავებულად დაგველევინებინა ადამიანებისთვის. კარი გაკავებ. სიმიანი მაქვს, მიდი. დავლა. ბრavo! როგორც ხედავთ, ჯავახამ დალია განსხვავებულით, ხოლო ბიჭებისთვის განსხვავებული პოზაც კი იყო მოფიქრებული. ნუ ბიჭები და ბარისაო, კი. ლაშოც არ დატოვეს გულმაწყენი და მასაც დაალევინეს ასეთი განსხვავებული ჭიქა. ზარა ყველას განსხვავებული ხელის მოძრაობით ასმევდა სასმელს და არც ბექა აღმოჩნდა გამონაკლისი. კოკი ცოტა იმედ გაცრუებულიყო, რადგან როდესაც დაალევინეს ბოლოს იკითხა, მორჩა? ვიშო რა თქმა უნდა ხელში აიტაცეს და ისე დაალევინეს, რადგან იყო მას პიცელი და უფრო მეტი პატივისცეს. გიგის განსხვავებულის დროც მოვიდა. ჯერ ჩამოისხა დასაცმელზე. არ დანებდა და მაინც გააგრძელა დალევა. და მგონი წამში ისე მოეკიდა, რომ ღობეზე ავიდა. არა, დამავიწყდა, რომ წინაზე ბარისამ და გიგი ღობეზე იცეკვეს და ალბათ ეს ტრადიციად უნდა ჩამოაყალიბონ ამ სახლში, რომ ღობეზე ავიდნენ ხოლმე და იცეკვენ. გიგის და ბარისას ცეკვის შემხედვარია, კოკის და მარიამსაც მოუდათ ცეკვა. Alexander, Do you remember that day you fell out of my window? I sure do. You came jumping out after me. კოკის და მარიამის შემხედვარია კიდე ჩვენს მოგვიდა ცეკვა. Broke your ass and you were bleeding all over the place and I rushed you out to the hospital. You remember that? Yes, I do. Well, there's something I never told you about that night. What did
მე გადავწყვიტე რომ ბარემ ქორწილის შალოხოსთვის გავიდე პეტიციები და მადლობა ყველას რომ ასეთი მაგარი საუნდი დადრობა და შემიძლია რომ არა ტრადიციულ შალოხოზე ვიცეკო. თუმცა მარიამმა ისე მაგრად იცეკვა შალოხო რომ მე უბრალოდ ხელები ავწია და გავეცა. მოვიპარეთ. მე რას დააჭირე გოგო არა უფეთქდი. მე რაღაცა წითელი ციმციმეს. ერთ-ერთი კომდანამ გადაწყვეტეს რომ ჩემი საქმე ახლა მათ უნდა შეეთავსებინათ და ვლოგის გადაღება მათ უნდა გაეგრძელებინათ. რასიძე რარძალი რომ დავზექილო მივხვდა რომ დაბადების ტორტი უნდა ჩამეკრო და ცანცარებდი, მაგრამ მიშო ჩემზე უარსაც ცანცარებდა კიდე კაი ეს ტორტი არ გადაუვარდა. არ ვიცი, ბევრი სურვილი ჩავფიქრე ამ წელს და იმედია რომ ყველა ამისრულდება. როგორც უკვე აღნიშნე, მხოლოდ ჩემი კი არა, ბებოს დაბადების დღეც იყო 8 ივლისს, ამიტომ გადავწყვეტეთ, რომ ბებოსაც აუცილებლად უნდა ჩაეკრო სანთელი. შემდეგ ცოტა ფოტოებით გადავიღეთ. მაგრამ სანამ მაიმულობდი, ჩავოვიდა თათაც იტალიიდან და ასე მოგვადგა და გაგვახარა თავისი ჩამოსვლით. და ბოლოს მეგობრებო არ დაგავიწყდეთ. გამოიწერეთ და ლაიქეთ და აშიარეთ, გულები გაგვისპავეთ.